პირველი ნაწილი. წლების შემდეგ ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანი აღარ მაინტერესებდა, როგორც იქნა დავივიწყე. ბოლო შეხვედრა თითქოს სხვა ცხოვრებაში დარჩა. იქვე დარჩა ის ურთიერთობა, სიყვარული და ერთობლივი მომავალიც. მახსოვს, როგორი თვალები ჰქონდა, როდესაც ხანგრძლივი და თბილი ჩახუტების შემდეგ ექსკალატორზე დადგა და სანამ ჩანდა ხელს მიქნევდა. სევდის მიუხედავად ცოტა ბედნიერიც კი ვიყავი, რომ ასე უჭირდა ჩემი დატოვება. ცდებოდი. ჯერ დღეში რამდენჯერმე ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მერე მხოლოდ ძილის წინ, მერე კვირაში ერთხელ და ბოლოს როგორც ხდება ხოლმე. ერთად ნახევარი წელი ვიცხოვრეთ, მანამდე რამდენიმე თვე ვხვდებოდით. ვიცოდი, რომ თავისი კომპანიიდან ინგლისში უნდა გადასულიყო სამუშაოდ, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ როგორც კი მოეწყობოდა, მეც უნდა წავაყვანე. ასე არ მოხდა. ამის აღიარება ძალიან გამიჭირდა, რომ გავიაზრე, თითქოს ცხოვრება თავიდან დავიწყე, ნაბიჯ-ნაბიჯ. სულ მის ჩამოსვლას მოულოდნელ ჟურპლის ველოდებოდი. ვიცოდი, ვუყვარდი. ველოდებოდი ახალ წელზე, ჩემს დაბადების დღეზე, მას შემდეგაც კი, როდესაც დამირეკა და მითხრა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვეგონა, რომ ისი გეგმები შეიცვალა და ასე შემდეგ. მეგონა ხუმრობდა. დღემდე არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ძალიან დიდი ხანი მაინც მენატრებოდა. აი რაღაცას ვაკეთებდი და უცებ გამახსენდებოდა, ან ქუჩაში მივდიოდი, ვინმე ჩამივლიდა და მივამსგავსებდი, ან არ ვიცი, კინოს ვუყურებდი, ან სტუმრად ვიყავი, სადაც ადრე ერთად დავდიოდით. და რადგან ბრაზი მალე გადამდის, მხოლოდ კარგი მახსენდებოდა. იმეც არ ვკარგავდი, რომ ჯერ ისევ მაინტერესებს ეტაპიდან უკვე აღარ მაინტერესებზე გადავიდოდი და ასეც მოხდა.